რაღაცა ვიდეო დადო, ჩორგოლეიშვილა რა. ეხლა მინდა გავაყოთ რა ვიდეო დადო და აი მე ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე რა, უყურეთ ეხლა რა სიძახის. აი როგორ იტყუება, როგორ გვატყუებს თავის ჭკუით, როგორ გვატყუებს თუ შეიძლება რა. სარკასტიკაში ხო ვიყავი და იმ გადაცემაში, გეღადავებიან ხო, სტუმარი მაგისტრის მიდიხარ და რაღაც პარტიის რეიტინგზე მეღადავებოდნენ და 12% რო კონდეს მეთქი ახლა ჩვენ პარტიას ძალიან ბედნიერი ვიქნებოდით ხო, რაც აბსოლუტურად მართალია. აუღიათ ეს ხოც პროპაგანდისტებს და მიუბიათ ზედ ბიძინას ვერ მოესწრებით. ხარო 12% კონდეს ჩვენ პარტიას ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, რას ამბობთ? ვერ მოესწრებით მაგაშვილი. არა, ეგ აღარ მოხდება. ეგ აღარ მოხდება. გადაობა ის არის რომ სრულად თუ აიღებთ ამ ბიძინას ვერ მოესწრებით და სრულ ვიდეოს მოусმენთ დაინახავთ რაზე იძახის რომ ვერ მოვესწრებით. მე მაინტერესებს თქვენ ხომ არ იგდებთ თავს საფრთხეში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით ეს სანქციები ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშების გაყინვას, რაც თქვენთვის მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ქონების დაყარდაღებას და სავიზოს შეზღუდვებს. თავს ხომ არ იგდებთ საფრთხეში. ვერ მოესწრებით მაგაშვილი. არა, ეგ აღარ მოხდება. ამას იძახის სანქციებზე და ქონების გაყინვაზე. და როგორც ხედავთ მოვესწარით და ზუსტად ასე მოვესწრები არა მარტო 12%-ს, არამედ 32%-აც როგორც ბიძინას სანქციებს მოვესწარით. ამას იძახის სანქციებზე და ქონების გაყიდვაზე. ეხლა როგორ გვატყუებს ნახე ეს ქათმისთვია, ხო სინამდვილეში რა იყო, ეხლა კითხვა და პასუხი ნახეთ რა. მოწოდებით გამოვიდა რომ თქვენ აუცილებლად უნდა გაგიყინონ ფინანსური აქტივები. მოკლედ მე მაინტერესებს თქვენ ხომ არ იგდებთ თავს საფრთხეში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გეტყვით ეს სანქციები ითვალისწინებს ფინანსური ანგარიშების გაყინვას, რაც თქვენთვის მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ქონების დაყარდაღებას და სავიზოს შეზღუდვებს. თავს ხომ არ იგდებთ საფრთხეში. ხო არ გავჩერდე და ხო არ მიუშვა ნაციონალურ მოძრაობა დაბოლასთან ერთად. თავისუფალი მედიასთან ერთად და ხო არ დავაბორნოთ უკან სააკაშვილი. ამას მეკითხებით ხო? ვერ მოესწრებით მაგაშვილი. არა, ეგ აღარ მოხდება. აი რა პრიმიტიულად გვატყუებს, ხედავთ? აი ხო არსებობს ეხლა იძახის რომ ნაციონალური და მოძრაობა ტაბულა და ნაციონალური მოძრაობა ვერ მოესწრებით ხელისუფლებაში დაბრუნებას და ამან ეს ამოჭრა და მოვიდომ სანქციებზე იძახის რა ამას რა. აი ხო არის ქართულ სიტყვაში, ქართულ ენაში არის, რა ვიცი, თანამედროვეობაში თუ ძველ ესე ვთქვათ არის სიტყვა მატყუა რა ხო? არის რაღაც სიაბანდი, არის აი ზეხერი, არის ცრუ პენტელა, ეს პატარა ცრუ პენტელა. ამას ზეხერი უხდება. ამას ზეხერი უხდება. მაგარია პატარა ზეხერი ცრუ პენტელა, აი მაგარა გვატყუებს და მიშკუაში რა. ეს სანქციებზე თქვა, ეს სანქციებზეო და პირდაპირ ტაბულაზე და ნასებზე რო თქვა, ამას ეს ამოჭრა. ამოჭრა ეს პატარა გოგო ამოჭრა. ძალიან მაგარია. უიმე, არ ვიცი რა.